ბოლო სეზონი კრისტალბეტზე. დააგროვე გათამაშების ბილეთები დეპოზიტით და სპორტში დადებული ფსონებით და მოიგე 10 ავტომობილიდან ერთ-ერთი. კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი. გაუმარჯოს ყველას, პარასკევია და ტრადიციულად 20:20-ზე კრისტალბეტის ბოლო სეზონის მეოთხე გათამაშებაა დღეს, მეოთხე ეპიზოდი, მე ესე ვეძახი ხოლმე. საღამომშვიდობის მოგესალმებით, დაგიბრუნდით არაჩვეულებრივი გათამაშებით და დღესაც ტრადიციულად გავათამაშებთ ძალიან მაგარ პრიზებს, რეებს. 5,000 ლარი, 10,000 ლარი და Toyota Prado, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ ეკრანებზე და მე წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. მეც. და ისღა დაგვრჩენია რომ თქვენ დაგითმოთ. კაი, დავიწყებ, მაგრამ ხვალ ესპანეთს ვეთამაშებით, მაგრამ გურთი არა აქვს გაშვებული და ჩვენი გუნდი ხო ის როგორია, თუ დაიჭირეს მუამე, უნდა გავუტანოთ. ანგარის და სხვაობებს რაღაცას არ ვლაპარაკობ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს რა თქმა უნდა. გუნდია ევროპაში ვისთანაც არ გინდა რომ ითამაშო. კარგი. ჩვენი ბიჭები ძალიან მაგრები არიან და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგი და სანახაობრივი თამაში გაიმართება. დღეს კი შეგახსენებთ რომ ბოლო სეზონის მეოთხე გათამაშება არის, რომლის ფარგლებშიც ზოგადად თამაშდება 10 ავტომობილი და ფულადი პრიზები. ამ აქციაში შეგახსენებთ როგორ შეგიძლიათ რომ ბილეთები დააგროვოთ. ძალიან მარტივი არის ეს ყველაფერი. სპორტზე დადებულ თითო ბილეთზე 5 ლარიან ბილეთზე თქვენ მიიღებთ 1 ცალ ბილეთს. ანუ თქვენ თუ დადებთ 5 ლარს, მიიღებთ 1 ბილეთს. ასევე ყოველ ჩარიცხულ 20 ლარზე მიიღებთ 1 ბილეთს. დღევანდელი გათამაშების პრიზები, როგორც გითხარით, არის 5,000, 10,000 ლარი და Toyota Prado. რა თქმა უნდა, ახლა რომ დიმა ამოიღებს დოლურიდან ბილეთს, ის ბილეთი მოიგებს. ეხლა შევხედე ეკრანზე ძალიან ეფექტური კადრია და ხო არ ვიდგე ცოტა ხანი. შენ ზოგადად ძალიან ეფექტური ხარ და რაც თავარია იღბლიანი ხარ, იმიტომ რომ სწორედ შენი ხელით ამოდის დოლურიდან ის იღბლიანი ბილეთი, ვისაც ახლა დავურეკავთ და ვეტყვით რომ საღამომშვიდობის, დღეს პარასკევია, წინ შაბათი კვირა მოდის და თქვენ მოიგეთ 5,000 ლარი და მაინტერესებს. მრავალი წელია მე ამას ვაკეთებ. ამიტომაც ხარ იღბლიანი და ამიტომაც ხარ სასურველი. ყველასთვის შენ ახსენე რომ დღეს არის მეოთხე გათამაშება და მე აქვე შევახსენებ ჩვენს არაჩვეულებრივ მაყურებლებს, ვინც ახლა გვიყურებენ, რომ მე ვიცი რომ ძალიან გიყვართ სერიალი ბოლო სეზონი და სწორედაც ბოლო სეზონის მეოთხე სერია დაიდება კვირას 21 საათზე. მაშა ასე დავიწყეთ. მოდი დავრეკოთ. 5 8 8 4 9 5 ეს ბოლო სამი ციფრი რომ საიდუმოა და მხოლოდ ჩვენ დავსქერით აქ ამას გავიმეორებ. წავიდაჰე. მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ სწორად აკრეფა. ის დოლურა აღარ არის. ნანინა. ამ მომენტისათვის აი დასაწყისია. იქნება არიჭერს, მოდი საერთოდ. აი ყოფილი ეგეთ შემთხვევები. კი, როგორ არა. მოდი თავიდან ეწამ ამაკრეფია წყნარად. 5 5 8 4 9 5 მინდა ახლა იღბლიანად აკრიფა ის ბოლო სამი ციფრი და გავიდეს ზარი. იღბლიანად ვკრიფა მე სულ, ეს არის უიღბლო ეთქობა. კარგი, ნუ ამბობ ესე. აბა? ტელეფონი, აიღე ტელეფონი. ამ მომენტისათვის არის მიუწვდომელი. არ გამოვიდა ეგ ამბავი სამწუხაროდ. ახლა დოლურის ტრიალების გარეშე. ტრიალების გარეშე დიმა მოიღებს კიდევ ერთ ბილეთს და პირველი პრიზი უნდა გავათამაშოთ 5,000 ლარის ოდენობით. და მოდი კიდევ ერთი არა, მე პირველი. დავიწყეთ. ნამდვილად კი ბატონო, ვრეკავთ ნომერზე. 5 9 8 9 3 1 მე მივეჩვიე, ყველა წინა გათამაშებაში ერთი შემთხვევა იყო რომ მანქანაზე არ აიღოთ ან იმან ტელეფონი არ აიღო, საშინელებაა, მაგრამ ძირითადად სუპერიორ ზარებზე მივდიადით, ახლა ეგრე იქნება. გავიდა, ეს უკვე კარგია. თუ გვიპასუხებს ხო უკეთ, თხად უკეთ. აიღებს გასულ. საწავა. შეიძლება საცობში დგას, სახლისკენ მიდის. ალო. გაუმარჯოს, როგორ ახართ? კარგად, რომელი ხარ? ჩვენ ვართ დიმიტრი ობოლაძე და ბავი კირკიტაძე, კრისტალბეტის გათამაშება ბოლო სეზონი. პირდაპირ ეთერში ვართ. აბა რა ქვია თქვენ სახელი?
როგორ ველოდებოდი? სახელი რა ქვია, სახელი? რომელ არხზე ხარ? არხზე არა, ჩვენ ვართ Facebook გვერდზე, live იმედის. არ გინდა ჩართვა არაფერი საინტერესო. რა ქვია სახელი? სახელი რა ქვია? გაგვეცანით, თქვენი სახელი, ვთქვა გრიშა ვარ, ხო, კაი მე გეტყვი. რაღდი სახელია, გრიშკა. გაუმარჯოს, გიორგი, გრიშას. მოკლედ, კარგი ამბეთ გირეკავთ რა საკვირველია? გრიშა. გრიშა. აი, არ უთხრა. ეხა ვეგეტყვია, ბევრი დრო არა გვაქვს. ეხა ვეგეტყვი, ხშენ მოიგე, ჩემო გრიშა, 5000 ლარი. ეხა დაიწყო, მაინც кайია. პირველი თქვენ ხართ, რამოდელი გათამაშების. აუჩის, კაცო, შენი. პირველი მერცხალი. აბა გილოცავ გრიშა, აბა შენ ვიცი კარგად. გაიხარით, მადლობა დიდი გაიხარით. ნახე რა დეტალებში ერქვეოდა, რომელზე დაიწყო რომ გამოესწო. ეხლა რომ მე ხო ვაწვალებ ხოლმე მანქანაზე და ვაწვალე გიჟო ის. მოკლედ გაირკვა ვინ არის პირველი იღბლიანი გამარჯვებული და მოხმარებელი კრისტალბეთის, ეს არის გრიშა, რომელმაც მოიგო 5000 ლარი. ახლა ტრიალებს დოლურა და სულ მალე გავიგებ თუ ვინ გახდება მომდევნო პრიზის, ანუ 10000 ლარის მფლობელი. აქვე შეგახსენებთ, რომ კრისტალბეთზე გრძელდება აქცია ელიტ რაუნდი, რომელშიც თამაშდება 3 ავტომობილი და 2 ბინა. სუპერპრიზები გელოდებათ, ამიტომაც უნდა იაქტიუროთ, რომ მეტი შანსი გქონდეთ იყოთ ის იღბლიანი, ვინც ამ პრიზებს დაეუფლება. საუბრობდი ბოლო სეზონზე, სერიალზე, რომელმაც მონუსხა სრულიად საქართველოს მაყურებელი, სწორედ ბოლო სეზონის მეოთხე სერია დაიდება კვირას 21 საათზე YouTube არხზე, ამიტომაც უნდა უყუროთ და გაიგოთ ის ინტრიგნული ამბები, რაც მეოთხე სერიაში გველოდება. მე მაგალითად ინტრიგნული ამბები და ფეხბურთი, კაცო, სავარია. ფეხბურთის ირგვლივ არის ეს სამყარო გაერთიანებული, რომელსაც ბოლო სეზონი ქვია და ძალიან ის ადამიანებიც კი, ვინც საერთოდ ფეხბურთში ვერ ერკვეოდნენ, არ უყვარდათ თუ არ მოსწონდათ, ისინიც კი ძალიან კარგად არის ყველაფერი დაგეგმილი და გათვლილი. ძალიან საინტერესო. საფეხბურთო არის მაინც ჩემთვის. ამბილას, იმიტომ რომ მე ფეხბურთის კომენტარებს ვაკეთებ იქ და სტუდიებში. გიცანით სხვათა ანუ ჩემ თავს თამაშობ, რას მიცან ეგეთ გრიმში როგორ მიცანი კაცო. დავიდა შემდეგი 10000 ლარს ვათამაშებთ. 5 1 1 2 0 1 მიდი ახლა არ შემარცხინო ზმა. არა, რა ვიცი რომელიც ხარ. ორივე შეიძლება იყოს. და ელიტ რაუნდი კარგია, იმიტომ ელიტ რაუნდში გვინდა ჩვენც, მაგრამ ეხა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები სამწუხაროდ 2-0 აგებს პირველი ტაიმის შემდეგ საბერძნეთის ნაკრებთან და იმედია მეორე ტაიმში მდგომარეობა გამოსორდება. აუცილებლად. აქვე დავაყოლა. აუცილებლად ეგეთყვი, მაგრამ მოინდომები არ იქნება ცუდი, არ დავაყენოთ საბაჟო, ეს საბაჟო ხო გახსოვს? კი, მახსოვს. გამშვები პუნქტი არის აქ. თუ გვეპასუხებთ. თქვენია, თუ არა და გადაინაცვლებს სამწუხარო მხარეს, რომელიც ჩვენ არ გვიყვარს. თქვენ გვინდა რომ თქვენ გვიპასუხოთ და გამცნოთ ძალიან მაგარი ამბავი. აბა? 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 სათხარ? აი ესეც სტაბილურად უკვე არის ზუგდოკია. ზუგდო ზარი თუ რაღაც. ზარი. ულში მაგ ზარი დარეკეთ ზარი. უპასუხეთ ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ გულში გაუჩნდა ბზარით იმას და არ შეიძლება ნუ მაწყენინებთ. ნე? ამას ველოდებით ხა. უნდა დაველოდოთ და მეორე თუ იქნებ არ ესმის. მეორე თუ ნავგლიჯოთ. იქნებ არ ესმის, იქნებ ტელეფონი გვერდით. კარგი. სამწუხაროდ გაითიშავ, თუმცა მეორეც არ გვაქვს. ნუ ხარ პესიმისტი, დავრეკოთ ნომერზე. არა, ისეთი რაღაცნაირი ისე ხო. დარეკე. 5 1 1 2 0 1 აბა თქვენ იცით? გადავანარცხო იქეთ პირდაპირ? არა, ცადე მიეციეს ბოლო შანსი ბოლომდე გამოიყენეს. გაუშვა? მეორადებში. ბოლომდე გამოიყენეს. თავის შანსი ამ იღბლიანმა ადამიანმა ამდენი ბილეთიდან რო თქვენი ნომერი ამოვა ღმერთო და მხოლოდ რომ უნდა უპასუხოთ, რა ცოტა აკლია. შემიძლია. აი ამ არაჩვეულებრივ. ჰოპ. გაუმარჯოს. რა კარგია რომ გვიპასუხეთ. როგორ ახართ, როგორ? ძალიან ბატონო. ძალიან გასანანია რომ პირველ ზარზე არ გვიპასუხეთ, გული გაგვისვა მართალი გითხრათ, კრისტალბეთის გათამაშებიდან ბოლო სეზონიდან გირეკავთ. დღეს არის ჩვენი მეოთხე ეპიზოდი და თქვენი ნომერი ამოვიდა აი ამ ხელა დოლურადან. მე მგონი გაგაღვიძეთ, ხო?
არა. რა დრო ზირია. არ იცი შეიძლება სამსახურის მერე დაისვენა ადამიანი. საბძანდები თბილისში ხართ, სხვა ქალაქში ხართ? არა, იმერეთში. იმერეთში. მოკითხა ჩემ ძირფას იმერეთს. რა ვიცი, ჩემ ძირფას იმერეთს ჩვენსაც. მოკლედ, სახელი თქვენი? დიტო მქვია. დიტო, სეხლიას გაუმარჯოს. რა კარგი შეგიძლია დავხობებია. დიტო დამიძახოთ, არ არის პრობლემა. დიტო. მოკლედ, კაი ამბავია, ცოტა მოწყენილი მეჩვენები, დაღლილი თუ არ ვიცი ხა, რა ხდება, მაგრამ არა. არა, ოდა ძალიან კაი. ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს, მოკლედ. სახში ხართ, ოჯახის წევრები არიან? დიახ. ყველა მოგვიკითხე და გადაეცით. თამამად უთხრა რომ დიტო, ჩემო ძმაო, სეხლია მოიგე 10000 ლარი. გილოცავთ. აი ეგრე, ეხლა მედი კაი. სოლიკაური, ჩამოისხი, დალე. აბარა. გილოცავთ, ესეთი და სხვა მრავალი. გილოცავ დიტო, აბა ჰე და აბა ჰო. გავახარეთ დიტო. ნორმაგად ყვაყოფილი, იმერეთი და დიტო. დიმიტრა რა. აბარა. გადასარევე, მოკლედ 10000 ლარი. გაიმგზავრა. კულმინაცია. გაიმგზავრა იმერეთში. ახლა კი ტრიალებს დოლურად და სულ მალე. სწორედ იმ ადამიანის ბილეთს ამოვიღებ დოლურიდან, ვინც მოიგებს დღევანდელი გათამაშების მთავარ პრიზს, ეს არის Toyota Prado და ხედავთ როგორი ლამაზია, საოცარია. სულ ახალთახალი ელოდება თავის ახალ მფლობელს. აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონის გათამაშება გრძელდება და თუ თქვენ დღეს არ გაგიმართლებთ, აუცილებლად უნდა იაქტიუროთ, თქვენ შეგიძლიათ რომ ძალიან მარტივად დააგროვოთ ბილეთები. თუ თქვენ განათავსებთ ფსონს, ყოველ 5 ლარზე სპორტში განთავსებულ ფსონზე თქვენ მიიღებთ 1 ბილეთს და ასევე ყოველ ჩარიცხულ 20 ლარზე მიიღებთ 1 ბილეთს. ასე რომ შანსი იმისა, რომ თქვენ გაგიმართლოთ არის დიდი თუ იაქტიურებთ. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ კრისტალბეტზე გრძელდება აქცია Elite Round-ი, რომელშიც თამაშდება სუპერპრიზები, 3 ავტომობილი და 2 ბინა. ამიტომაც კრისტალბეტი მუდამ ნომერი პირველი ზრუნავს იმაზე, რომ თავისი მომხმარებლები მაქსიმალურად გაახაროს. 3 ავტომობილი, 2 ბინა, ხვიჩამ, ესპანეთ ჩაურბინა. ყოჩა! ეს ეგეთ განწყობაზე ვარ რა. შეგვიძლია ლექსები დავიმახსოვროთ, კრებული გამოცეთ. მოიტანე ამა იღბლიანი ადამიანის ნომერი. მოვედი, ორმელი დადო, ნეტავინ მოიგო პრადო. ვაუ. იგაშია. ვაუ. წავიდა. საოცარ ლექსებს. მასალე ხა მნიშვნელოვანი მომენტია. 5 9 5 0 1 3 სუპერპრიზს ვათამაშებთ. აბა. 3 2 ტუპ 5 4 3 2 სარსელოდები. კარგია, სარი გავიდა. 5-დან რა დავიწყოთ? სარი გავიდა. ბრადო მავიდა. არა, ეხა კიდე რო ეგრე მოხდეს, რო კიდე მეორევა შემთხვევა იგივენაა, არ მესიამოვნებია ძალიან რეზერვული. ხმასაც არ ვიღებ. უპასუხეთ. სუპერპრიზს ვათამაშებთ. ახლა რამდენი ადამიანი უყურებს ჩვენს live-ს Facebook-ზე და ყველას მინდა რომ გაგვიჩიშა? არა, არ გაიჩა, გაიჩა თვითონ. მე მგონი გაგვიჩიშა. არა, არ გაუჩიშა. აბაცადე კიდევ ერთხელ. არ ვიცი, ხე დაფიქსირება აიღო თუ არა, მაგრამ არ მგონია. არა უღია, უბრალოდ გაიჩიშა. 5 9 5 0 1 3 და მეორე შანსი იმისა, რომ თქვენი კუთვნილი Toyota Prado წაიყვანოთ სახლში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ უბრალოდ გვიპასუხებთ, მეტი არაფერი არ არის საჭირო. მოიცა. მიდი. ველოდებით. გავუშვათ პოზიტიური ენერგიები. ალო. გაუმარჯოს. როგორ ახარ? რომელი ხარ? ბატონო? რომელი ხარ? დიმიტრი ობოლაძე და ბაბი კირკიტაძე, ბოლო სეზონის მეოთხე გათამაშება, კრისტალბეტი. კრისტალბეტის გათამაშებიდან გირეკავთ. ერთი წამ, გოდიში, ხმებია რაღაც ჩაუწიეთ ან ხმებს ან ცოტა
რო კარგად ვისაუბროთ, ან გვერდზე გამოიწიეთ თუ ხმაურია მანდ, იმიტომ რომ რა მნიშვნელოვან საკითხზე გირეკავთ, თქვენ ხართ კრისტალბეტის გათამაშების გამარჯვებული და უნდა გითხრათ რაშია საქმე და ასე შემდეგ. თქვენი სახელი? გიორგი, გაუმარჯოს გიორგი. საღამო მშვიდობის. სად იმყოფებით? სტუმრად ხართ, სახლში ხართ, რომელ ქალაქში ხართ? თბილისში. სადღაც ხმაური ისმის ხალხთან ერთად რაღაც ბევრი ხალხია თქვენთან ერთად? შეიძლება ტელევიზორი იყო უბრალოდ ჩართული, ცოტა მოწყენილი და მშვიდი საღამოა გიორგის მე მგონი. ძალიან კარგი ამბით გირეკავთ მოკლედ ჩვენ. ძალიან. ისმენ. ეს არის ჩვენი მეოთხე გათამაშება დღეს. ალბათ სერიალ ბოლო სეზონს შესაძლოა გსმენიათ კვირას 21 საათზე. სერიალის YouTube არხზე შეგიძლიათ უყუროთ და უცებ გეტყვით, თქვენ მოიგეთ ბატონო გიორგი, Toyota Prado! გილოცავთ! Toyota Prado! მართლა! Toyota Prado გიორგი ყურმილი არ დადო! არა ვიღადაოთ რო! მართლა გეუბნებით? თქვენ მოიგეთ Toyota Prado კრისტალბეტისგან. გავხადაობთ ეხა გიორგი ბაია. ო, აბა შევიკრიბეთ ეხა გიორგის ვეღადაოთ. ო, არა ძმაო, ბოლო სეზონის გათამაშებაა კრისტალის პირდაპირ ეთერში მიდის და Toyota Prado მოიგე. ძალიან მაგარი ავტომობილი. შავი ფერის დგას, აგერ გასისინებული, დაეყარა რაღაც ფოიერვერკები, კანფეტი. დიდი მადლობა. აბა გენაცვალე, გვიხარია ყასიათზე რომ მოგიყვანეთ, გვიხარია. აუ, მაგრა ჩვენ ძალიან გაგვეხარდა რომ თქვენ ასე გიხარიათ. წარმატებებს გისურვებთ გიორგი, მეგობრებს მოკითხავთ თუ ვისთან ერთად ხართ, ყველას და გილოცავთ, მოკლედ მაგარი ამბავია. დიდი კლინიკაში ვიყავ და გამახარეთ ეხა მაგრა. გენაცვალე, აბა კარგად. აბა თქვენ იცით. აბა ბედნიერად, კარგად. გილოცავთ და გამშვიდობებით. ასეა ძმა. კარგი დრო ჩავატარეთ. წავედი ჩვენ და იმ კვირას შევხვდებით. დაგიბრუნდებით ძალიან. კვირას 21 საათზე არ დაგავიწყდეს. ბოლო სეზონის მეოთხე სერია. საოცარი სერია არის, დამიჯერეთ და უყურეთ აუცილებლად. წავედით, კარგად იყავით, ნახვამდის. ბოლო სეზონი კრისტალბეტზე. დააგროვე გათამაშების ბილეთები დეპოზიტით და სპორტში დადებული ფსონებით. და მოიგე 10 ავტომობილიდან ერთ-ერთი. კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი.